გამარჯობა პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო მაუწყებლობიდან მოგესალმებით ვტ საქართველოს გუნდი და მე ჟურნალისტი ნათია კობერიძე. მამუკა მდინარაძის საცენზურო ინიციატივა, პატრიარქის გამოსვლის კრიტიკა და ქართული ოცნების და კრემლის რიტორიკის თანხვედრა. ეს თემები და საინტერესო სტუმრები დღეს ვარშავის სტუდიიდან. სიძულვილის აგრესიული კომუნიკაციის და მტრობის გამოვლენის ან წახალისების აკრძალვა სურს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ახლახან დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ზიზღის, შეურაცხყოფის და აგრესიული გამოხატვის მონიტორინგს გასწევს. ამ ინიციატივის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება სრული დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს ხდება თუ არა აგრესიის და მტრობის გამოვლენა. მდინარაძეს სურს, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის გაივლოს მკაფიო ზღვარი და პოლარიზების და დაპირისპირების აღკვეთა მოხდეს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამ ინიციატივაში თანამდებობის გამართლების მცდელობას ხედავენ მხოლოდ. მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას. პირველ რიგში რაღაცნაირად ფიქრობ უფრო რადიკალიზაციისკენ, როგორც ავტოკრატიებს, თანამედროვე ავტოკრატიებს ახასიათებთ, გადადგმული ნაბიჯია, ასევე მდინარაძის ფუნქციის გამოაშკარავება, რომელსაც სინამდვილეში არავითარი ფუნქცია არ აქვს და არაფერს როგორც არასდროს არავინ არ ეკითხება, იმიტომ რომ ივანიშვილის კოჰორტაში მხოლოდ ივანიშვილი წყვეტს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ის ხელფასი, რომელიც მას აქვს და თითქოს რაღაც ასე ვთქვათ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურა, ამის ვთქვათ გასამართლებლად მორიგი ესეთი აბსურდული, კომიკური და სრულიად როგორც გითხარით პროგნოზირებადი განცხადება გააკეთა. ქართული საზოგადოების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა გუშინ ახალი პატრიარქის შიო მესამის გამოსვლაზე. პატრიარქმა სამების ტაძრის ეზოში მრევლისადმი მიმართვისას აბორტი მძიმე ცოდვად და ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მიზეზად გამოაცხადა. ამ გამოსვლას შეშფოთებით გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ოჯახის სიტმინდის დღე, რომელიც გაეროს მიერ 2004 წლიდან გამოცხადებულია ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ, საქართველოს საპატრიარქომ 2014 წლიდან პირიქით ყველაზე ჩაგრული ჯგუფის LGBTQ+ ადამიანების მიმართ წინააღმდეგობის დღედ აქცია, რომელსაც ოჯახის სიწმინდის დღე ეწოდა. აღსანიშნავია, რომ აბორტის თემის პოლიტიზირება არაერთხელ სცადა ქართული ოცნების ხელისუფლებამაც. აბორტი ილია მეორის ქადაგების ნაწილიც იყო, ოღონდ უფრო სოციალური დატვირთვით, ვიდრე როგორც ქალის მორალური პასუხისმგებლობა. თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ რომ როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის. და პირიქით, სადაც 2 თუ 3 წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. ასეთი ოჯახი განწირულია, ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი, იმედს რომ არტოვებს არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის. აბორტის თემით მანიპულაცია პოპულიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია მათ შორის დასავლეთის ქვეყნებშიც. ამ საკითხზე სასაუბროდ მოვიწვიეთ საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ონკოგინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი, რომლისთვისაც აბორტის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მეტია ვიდრე მხოლოდ პროფესიული საკითხი. ბატონო რეზო, მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პირველად არ გესმით აბორტის პოლიტიზაციის მცდელობაზე სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ ეს პრობლემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში დგას, ის დავისაგანია აქ პოლონეთშიც დღემდე. და როგორ ფიქრობთ, რა ფენომენია ეს, რატომ ცდილობენ მუდმივად ძალაუფლების მპყრობელები, ეკლესია, მთავრობები აბორტის თემის პოლიტიზებას?
ეს როგორც წესი ემთხვევა ამა თუ იმ სახელმწიფოში ქვეყანაში კონსერვატიულ შეიძლება ითქვას კიდევ რეაქციული ხელისუფლების მოსვლას ქვეყნის მმართველობის სათავეში. ასე იყო მაგალითად გერმანიაში, ასე იყო საფრანგეთში სწორედ ვიშის ხელისუფლების დროს, ანუ რაღაც აკრძალვები იყო, მაგალითად საფრანგეთის ისტორია ყველაზე კარგად ვიცი მაინც. რაღაც აკრძალვები იყო, მაგრამ ვიშის ხელისუფლებამ სწორედ აქცენტი გააკეთა, ასე ვთქვათ, ოჯახის განვითარების და გამრავლების პოლიტიკაზე და საფრანგეთში 42 წელს აბორტი საერთოდ გამოცხადდა ისე დანაშაულად, რომლისთვისაც სიკვდილით დასჯაც კი იყო გათვალისწინებული. დიახ, აი თქვენ სიკვდილით დასჯა ახსენეთ, არ ვიცით საერთოდ მოხდება თუ არა აბორტის კრიმინალიზება, ჯერ საქართველოში მიმედოვნებთ რომ არ მოხდება, თუმცა არავინ, ანუ აბორტის აკრძალვის მომხრეებიდან არავინ ლაპარაკობს იმ ძიმე შედეგებზე, რაც შეიძლება აბორტის აკრძალვას მოყვეს. 70% ქალთა სიკვდილიანობის საბჭოთა კავშირში იმ წლებში მოდიოდა სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ აბორტებზე. ასე იყო ყველა ქვეყანაში და აი რუმინეთის მაგალითი არის ამის ყველაზე ისეთი ტრაგიკული მაგალითი. ორჯერ გაიზარდა ქალთა სიკვდილიანობა. სხვათა შორის ბავშვთა სიკვდილიანობაც იზრდება, ვინაიდან ბევრი ბავშვი, რომელსაც აქვს რაღაც სიმახინჯეები, იმას თუ არ უკეთდება ახლა სამედიცინო აბორტი დავარქვათ, ის მერე განწირული არის და ძალიან სწრაფად შეიძლება ისიც დაიღუპოს. ამიტომ ეს ცნობილია ექიმებისთვის, რომ სიკვდილიანობა ქალთა და ბავშვთა იზრდება. და მეორეს მხრივ, ქალები ყოველთვის პოულობენ საშუალებას, რომ აბორტი გაიკეთონ. ეს ასე არის, მაგალითად, ირლანდიაში, სადაც აკრძალული იყო 2018 წლამდე, ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში მიდიოდნენ და იქ იკეთებდნენ ქალები, მაგრამ ისევ და ისევ ეს ყველგან იგივე მეორდება. ვინ შეძლებს დასვლას, ვისაც აქვს რაღაც შესაძლებლობები და ყველაზე, ასე ვთქვათ, აი სოციალურად დაუცველი ფენები იმათ მოუწევთ აი კრიმინალური აბორტისთვის მიმართვა, ან უბრალოდ, მოუწევთ ისევ და ისევ ვთქვათ ბავშვების გაჩენა, რომელსაც ვერ მიხედავენ. ბატონო რეზო, თქვენ არა მარტო ქალი ჯანმრთელობაზე ზრუნველი პროფესიონალი, არამედ ქალთა უფლებებისადმი ძალიან გრძნობიარე ადამიანის ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა აღუდგეს სამოქალაქო საზოგადოება ქალთა უფლებების შეზღუდვის მცდელობას, რასაც ამ შემთხვევაში აბორტის აკრძალვით აპირებენ? მე ვთვლი, რომ ყველამ, ვინც არის ნამდვილი პროფესიონალი, ხმა უნდა ამოიღოს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. სხვა მაგალითებიც მაქვს, ძალიან დიდი ფრანგი გინეკოლოგების, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის და ამიტომ ჩემთვის ეს ხალხია მაგალითი და მინდა რომ ასევე საქართველოში ცნობილმა გინეკოლოგებმა, ჯერ გინეკოლოგებს ელაპარაკობ, ამოიღონ ხმა, ვინაიდან ეს იმდენად ცნობილია სტატისტიკა, იმდენად ცნობილია ეს ყველაფერი, რომ მერე გვიანი იქნება უკვე. დიდი მადლობა, ბატონო რეზო, შეგახსენებთ, შეკითხვის პასუხობდა ექიმი გინეკოლოგი პარიზიდან პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი. დემოგრაფიის გაუმჯობესების მოტივით ქალის პირადი ცხოვრების და არჩევანის კონტროლი კრემლის ტური პოლიტიკის ნაწილიცაა. ხელისუფლებაში მოსვლიდან და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ გაიზარდა ეჭვი, რომ ქართული ოცნება თანხმედრაშია პუტინიზმის მახასიათებლებთან. დასავლეთისადმი შიშის, ზიზღის და უნდობლობის იდეებს, რომელსაც კრემლის დეზინფორმაციის ლაბორატორიაში ქმნიან, სამწუხაროდ აქტიურად ტრანსლირებს ქართული ოცნების ხელისუფლებაც. ჩვენი კოლეგა ნინო ვარძელაშვილი ჩაუღრმავდა ძველ და ახალ კრემლისტურ ნარატივებს. Я придерживаюсь того традиционного подхода, что женщина – это женщина, мужчина – мужчина. Мама – это мама. Отец – это отец. ეს არის, ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემა, რომ დედა, მამა, კაცია, ქალია, ეს ყველაფერი ეჭქვეშ დადგა ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში. ამ განცხადებების გარდა კიდევ მრავლად იძებნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის ერთმანეთის თითქმის იდენტური განცხადებები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 9 მაისს იყო, როდესაც ირაკლი კობახიძემ კომენტარში ვლადიმერ პუტინის გამოსვლის აქცენტები გაიმეორა. პუტინმა თქვა, რომ ევროპა ღირებულებებს ხალატობს. 13 წლის განმავლობაში ეს პრინციპები პარადედოს აბსოლუტურად ევროპის განვითარებას
ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოდრიალდება. რუსულ ნარატივებს იმეორებენ ოცნების სხვა ლიდერებიც. მაგალითად, 9 მაისს შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ფაშისტური მიდგომები უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად დასავლეთთან მიმართებით იყენებს ტერმინს გლობალური ომის პარტია. ტერმინებიც აშკარად არის გადმოღებული საბჭოთა ტრადიციიდან. ევროპული ლიბერალური ფაშიზმი, გლობალური ომის პარტია. ეს ტერმინები კარგად ნაცნობია რუსული პროპაგანდისტვისაც. საბჭოთა ლაბორატორიის მკვლევარი რუსტან კობახიძე წლები აკვირდება მსგავსებებს კრემლის და ოცნების მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ ხაზებს შორის. ერთი ეს არის დაუჯერებელი, მაგალითად, გლობალური ომის პარტია. თუმცა არსებობს ისეთი ტყუილებიც, რომლებიც ნახევარი სიმართლე შეიძლება იყოს, ძირითადად იმედი მიმართავს ამას. სურათის დასახადად სელექციას აკეთებს, მაგალითად, უკრაინის ომთან დაკავშირებით, ძირითადად ისეთი ნიუსები გამოაქვს, სადაც რუსეთი იმარჯვებს. სპეციალისტებისთვის ნარატივებს შორის იდენტობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტერმინოლოგიაში და ახალი მტრის ხატის ჩამოყალიბების მცდელობაში. ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით ქართული საზოგადოების განწყობების შეცვლას ცდილობს. ეს გზავნილები ერთი და იგივე ადგილას მუშავდება, მზადდება ჩვენს საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, იმიტომ რომ ინფორმაცია, მათ შორის და პროპაგანდა ეს არის გარკვეულწილად ომის იარაღი რუსეთისთვის, რომელშიც დღეს ის პირდაპირ იყენებს ამ იარაღად, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. რატომ ემთხვევა რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების განცხადებები? კითხეთ ოცნების დეპუტატებს. აი ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს ჩვენი და რუსეთის აზრები ამ მიმართულებით. ხშირად ამბობენ, რომ ოცნების განცხადებები ემთხვევა რუსეთის განცხადებებს, მაგალითად თქვენ ამბობთ. არა, აი 9 მაისთან დაკავშირებით განცხადება, ვინ ამბობს ახლა თქვენს გარდა? ფაშიზმთან რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების მიერ წარმოებული საერთო პროპაგანდა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ოცნებამ დასავლეთს გლობალური ომის პარტია უწოდა და დაადანაშაულა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. იგივე გაიმეორა რუსულმა პროპაგანდამ მოსკოვში, რომ დასავლეთი კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის პროვოცირებას აპირებს. საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებისა თუ განცხადებების გამო ხშირად იმსახურებს კრემლის შექებასაც. გასული წლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, რომ მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. კრემლის მეთოდებთან მსგავსება შეიძლება დავინახოთ ქართული ოცნების ოპონენტებისადმი დამოკიდებულებაშიც. ხშირია, როდესაც ქართული ოცნების კრიტიკოსი კოორდინირებული დევნის ობიექტი ხდება. არც ელენე მეტრეველი აღმოჩნდა გამონაკლისი. ევროკავშირის პოლიტიკის ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც ევროპარლამენტარ აწ უკვე ქართული ოცნების მწვავე ოპონენტ ქრიშტოფ ბრეიზას პოლიტიკური თანაშემწეა, ქართული ოცნების პროპაგანდის სამიზნე გახდა. ელენესთან ბრიუსელში ინტერვიუ ჩაწერა ჩემმა კოლეგამ სოფო ნასვლიშვილმა, რომლის ამონარისაც ახლა გთავაზობთ. ჩვენ 5 თვის წინ დავიწყეთ, დაახლოებით 5 თვის წინ დავიწყეთ იმედის ტელევიზიის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციის საქმიანობაზე საუბარი ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან და საგარეო დეპარტამენტთან. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად რა საქმიანობას ეწეოდა იმედი, როგორ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას და აქვე უნდა ვთქვათ ჩემი აზრით, რომ იმედი ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგენს. ძალიან ბევრი მტკიცებულებაა ამის, უფრო კონკრეტულად მაგალითად, როდესაც საქართველოს ანგარიშის პრეზენტაცია ხდებოდა საგარეო საქმეთა კომიტეტში, შემდეგ იქ არ ყოფილა იმედი, იმიტომ რომ აკრედიტაცია არ მისცეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოახერხეს შემოსვლა და დადგნენ ევროპარლამენტის ჰოლში, ამბობდნენ, რომ არც ერთ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, არც ერთ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს არასდროს არ ქონია ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ეს არის ტყუილი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფაქტი არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, მსგავსი ტიპის განმეორებადი და სისტემური დამოკიდებულება, სისტემური საქმიანობა იმედის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ევროპარლამენტის აკრედიტაციის დეპარტამენტმა და ევროპარლამენტმა ზოგადად. ამიტომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვითხოვეთ მათი საქმიანობის შესწავლა და ამას მერე უკვე დაემატა იმედის გაყიდვა 300 ევროთ, რაც ძალიან უცნაური იყო, რომ თუ არის ტელეკომპანია, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი საქართველოში, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი შემოსავლები რეკლამებიდან და ასე შემდეგ, რატომ იყიდება 300 ევროთ? ხო, ამასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. სწორედ აი ამ თემებზე გქონდა კომუნიკაცია ევროპარლამენტთან და შემდეგ უკვე მათ მარტის პლენარულ სესიაზე
ისინი მივიდნენ მარკეტა გრეგოროვასთან შეთანხმების გარეშე, წინასწარი თანხმობის გარეშე და დაუსვეს კითხვები, თუმცა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ არ სურდა მათთან ინტერვიუ და მათ მიიღეს ამის შემდეგ გაფრთხილება, სამივე ტელევიზიას გულისხმობ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი და ამის შემდეგ გაფრთხილებაში ეწერა, რომ განმეორებითი მსგავსი ქმედების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებდა შესაბამის ზომებს და მაშინ, როდესაც იმედის ტელევიზია მივიდა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან გაუფრთხილებლად კიდევ და იმის შემდეგ რაც ევროპარლამენტარმა განაცხადა უარი მათთან ინტერვიუზე, მათ გააგრძელეს ჩაწერა და შემდეგ უკვე გამოიყენეს ეს ჩანაწერი. ამის შემდეგ ევროპარლამენტმა ლოგიკურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმედს შეჩერებოდა 1 წლით საქმიანობა ევროპარლამენტში. რატომ? იმიტომ რომ მათ დაარღვიეს ევროპარლამენტის ქცევის კოდექსი, კონკრეტული მუხლი. ეს იყო უბრალოდ ლეგალური პროცედურების დარღვევა იმედის მხრიდან. ძალიან მკაცრი განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ და შეფასებებიც სხვადასხვა ტელევიზიისგან მოყვა ძალიან მკაცრი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობ, რისი შედეგი არის ეს? მათ არ იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა რეალური, არ ქონდათ შეგრძნება, რომ ევროპარლამენტში ნამდვილად გადაიდგმებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ თუ ეს მკაცრი შეფასებები კეთდება იმისთვის, რომ მათ დაამშვიდონ საკუთარი აუდიტორია და სიტუაციას დაანახონ სხვაგვარად, დაანახონ როგორც ტელევიზიები სხვა კუთხით, არა როგორც დამრღვევები. მე მგონია, რომ ორი შემთხვევა უნდა სცოდნოდათ ერთი მიმართულებით, მათ მიიღეს გაფრთხილება და უნდა სცოდნოდათ, რომ განმეორების შემთხვევაში მსგავსი შედეგი დადგებოდა, ან თუ არ იცოდნენ, ესეც არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, იმიტომ რომ უნდა სცოდნოდათ ყველა შემთხვევაში. მე მგონია, რომ ამბობენ, რომ გაასაჩივრება ამ გადაწყვეტილებას ასე შემდეგ, თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტები, არსებობს კონკრეტული ჩანაწერი, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ იმედის მხრიდან დაირღვა კონკრეტული ევროპარლამენტის ქცევის კოდექსი. შესაბამისად, ახლა ეს ატეხილი ისტერია, ჩემი აზრით, უფრო მათ მაყურებელზე და ქართული ოცნების ამომრჩეველზე არის გათვლილი, რომ მათ თვალში დასჯილის პოზიციაში არ აღმოჩნდნენ. თუმცა ეს მხოლოდ მათ ქმედებების შედეგია, ჩემი აზრით. რატომ იქცა ქართული ოცნების სამიზნედ ელენე მეტრეველი და უშლის თუ არა მას ევროპარლამენტში მუშაობაში ხელს თბილისიდან მიმდინარე ზეწოლა? ამ ინტერვიუს სრულად ნახავთ ჩვენი არხის Facebook გვერდზე. და ბოლოს ჩვენი პროგრამის ყურადღება მიიპყრო რუსთაველის თეატრში გამართულმა წარმოდგენამ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა გამართეს. წარმოდგენა 9 მაისს მიეწყნა. როგორც TV პირველთან საუბრისას თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ განმარტა, სპექტაკლი იმიტომ შედგა, რომ თეატრის სცენის მაღალ ფასად გაქირავება შეძლო. მოვლენა ყურადღებას იპყრობს იმიტომ, რომ 9 მაისი პუტინის რეჟიმისთვის იდეოლოგიზებული პროპაგანდისტული თემაა და საქართველოს მთავარი აკადემიური სახელმწიფო თეატრი შეუზღუდავად უთმობს მას სცენას, როდესაც 2024 წელს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ აქციების დარბევას, ადმინისტრაციამ უარი უთხრა სცენის გამოყენებაზე. დღეისათვის სულ ეს იყო. ვუთ საქართველოს გუნდთან ერთად გემშვიდობებით. გვჯერა რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. მომავალ შეხვედრამდე.